ღებინება მარხვას არ მოშლის, როდესაც ეს ღებინება არის უნებლიეთ ღებინება და ცოტა. ბევრი შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ გარკვეული რაღაცა მცირედიც უკან გადაეყლაპოს ადამიანს, თუ გადაყლაპავს უკან კუჩი დაბრუნდება რამე, ეს მარხვას მოშლის. ეს ერთი. და მეორე, უნებლიეთო ხაზგასმით თქვით, რადგანაც თუ შეგნებულად თავისი ჩარევით აღებინა, ესეც მარხვას მოშლის. ნახეთ ახლა რა ხდება. უნებლიეთ ღებინების შემთხვევაში მარხვა არ მოიშლება. თუ თავისი ჩარევით აღებინა. რატომ? აქაც მიზეზი არის მნიშვნელოვანი. თუ თქვათ მოწამლულია, რაღაც ცუდად გზნობს თავს და უნდა რომ გათავისუფლდეს, ხო? ამ შემთხვევაში დღეში დღეს იმარხა. მაგრამ თუ ისეთ უმიზეზოდ რატომ უნდა მოიქცეს ადამიანმა, ესეც გაუგებარია, მაგრამ თუ ვინმე თქვათ ასე მოიქცა, ამ შემთხვევაში ეს არის შეგნებულად და უმიზეზოდ მარხვის გატეხვა და მოუწევს 61 დღის ანაზღაურება.